მოვედით ძვირფასად სალამით როგორ ხართ? სკოლაში ვიყავი, გავუტანე საბუთი. წამოდი. წად. დედა როგორ ვარ? დედა. ადას მივხედე. უცებ დედა. მეც გაციებული ვარ. ძალალი არ მაქვს და არაფერი, მაგრამ ეს ბავშვები რო ცუდად არიან, რო არ დავდგე ფეხზე. რა ვქნი. სამი ცალი ვიყიდე, ეს გიგამ დამაბარა და მე იმას ჯინაზე უნდა, იმის და სამი ვიყიდე. წაგება არის, იმიტომ რომ ლარები ღირსა სამლარად რამეს იყიდე კარს და ბევრს. ეს ვიყიდე ერთი. გოდე მე ეს მინდაო და ჩამიყიდეო მითხრა. ხო და ეს ვიყიდე მეორე. ეს გეგას უყვარს. 16 და 80-ის რომ მივალო სადღაც 10-ის ზემოთ არ მოვიტან მეთქი. ეხლა ეს არის ხახვი. 5 ცალი. 2 დიდია და 3 პატარა. მოკლედ. გეგა აიღე დონატიდე. მარწყვის არ იყო და ისეთი მოგიტანე შენც როგორიც იმას აქვს. ეხლა ამათ გავუკეთებ ინგალაციებს. თორე ისე ძალიან უჭირთ ამათ გამოწვევა. ეხლა მე რადგან ვარ ამათზე იმით რა ქვია ანტიბიოტიკები არ დამიწყდი. გამორთული და იმიტომ ცხელა ხალხო ძალიან. ამასაც მოვახეთ. აი ასე. ფაფა გავაკეთე ერთი ქვავი. აი როგორ გასქელდა ესეთი უყვართ ამათ და აი ეგრე გასქელდა. ეხა ეს არა და 2 თითის სიმაღლეზე წყალი იდგა. ანუ მალაკო აქვს რძე არა. ხო ჩემო დედამთილმა დამირეკა რომ რძეს გამოგიგზავნიო და დავხდიო, მაგრამ ამ ბავშვებს ვერ დავტოვებ მეთქი უთხარი ბავშვებს და მერე პარასკევისთვის მუხრანი ვერ გამონახავს, ეხა დროს და მუხრანი სამსახურიდან არ გამოუშვებენ არასამუშაო საათებში. ხო და ამიტომ იყოს მეთქი ეხა და პარასკევს გამოაგზავნე მეთქი და მოკლედ ეს კაკაოს დალევენ ესენი.
კი კაი იყო, მაგრამ ვერ მივდივარ ხალხო, როგორ დავტოვო. ეხა გეგას 38.5 ქონდა, გუშინ 39.5. ეხა 38.5. ხამეც ქონდა და ხამეც დავალევინე. ის წამალი დამწევი ნუროფენ. სამი დღე თუ გაუგრძელა სიცხე მერეო, მაგრამ მე ვნახოთ, აბა იქნება სამი დღეს ვერ მთლად დაეწიოთ და არც მისცეს. მაგრამ მე ხა რაც მაღლეს ეგ არის, რომ გოდემაც დღეს დედიკო ცხვირი მაგაჭედილიო და ყელი მტკივაო, ჩაის დალევა გაუჭირდა ბავშვს, მაგრამ სიცხე რო არ ქონდა, მაგიტომ გავუშვი. და ვუთხარი თუ იგრძნო დედიკო, რომ ცუდად ხარ ან სიცხე გაქვს. მასწავლებელს უთხარი და გამოგიშვებს მეთქი. აი ვერ დავწერდი ჩატში, რომ მასწავლებელო იმიტომ ვერ ვუშვებ, რომ ცხვირი აქ გაჭეს, სულ ამის გამო არ ვუშვებ, მას ვწერ ხოლმე და ცხვირის გაჭედვის გამო როგორ არ ვუშვებ. ექიმმაც მითხრა. ხო და ამიტომ იყოს გავუშვია მუსიკები ჩაირთველი ქეხა ქვემოთ. ეხლა ესეც კორტაირი მაქვს ეხა მე, რომელსაც უკეთებ ამ ბავშვებს. ეგეც უნდა აიწვიოთ ხმა მუსიკის. ჭკვიანი გოგოა. ეს შპრიცია ამით ვიღებ და ვიტოვებ, მოვდივარ. კაი გოგოა და მივხურე ფანჯარა და არის მის. კარგი. დავრევნე ყავას. დაუდება და სწორედ გონია რომ ვეგა თავის ასჭამს. ნახე? აი, აგე დაგიდებ. ოღონ ჯერ ის მორჩეს ბოლომდე. ხო. ცალარნაკ. დედა ერთი კვირა დამაწვინა. სიჩუმეში, სიწყნარეში, ამინდა არაფერი. რა მინდა ეხა ოჩახ ყავას დავლევ მეთქი ჩემთვის. შენი დედავატირე, როდის დავამთავრე? წყალი ავადუღე. ხო მახსოვს რომ ავადუღე. ჩაი დავალევინე ამათ. ჩაი დავალევინე და მიდევს გასარეცხა და ჭიქები. ხოვის ქვაბი მიდევს კიდე. იქ იმას ვფენი, რა ქვია. ავადუღე. გაზზე რომ მომდრად იყო ადვილად. აი, დედა. ბაღშიც მაქვს საბუთები მისატანი და გოდე რომ მოვა მერე. დავტოვებ გოდესთან ამათ და გავიქცევი. იმიტომ რომ მერე რო წავაგოდე 3:30-ისთვის. 4 საათამდე არ მოვა. მერე შევთანხმდები თეას, რომ ესენი რომ გამოვლენ მდგომარეობიდან
15 წუთით ადრე რო გამოუშვეს. ღმერთო, ხომ მგონია რომ ეხა ჩავრდე. ეხა გამახსენდა რომ ის სადაც ეს გადამყვანი მაქვს შეერთებული, ეხა ის სინგალატორია ჩართული. შემიშვილი. ლექს მოუყვებიო, ხალხო კი ეშლება, მაგრამ არ გაგვიმეორებია, ეხა გამახსენდა. რამდენი დღეა? 2 თუ 3 მასმერი. აბა მიდიდა. მამა, წერა? წერა გითქვა ვისწავლე, აი უკვე დიდი ვარ. არ წამიხვარ სკოლაში, ბაღში აღარ მივდივარ. დათვლა? დავთვალა ვიცი 100-მდე. თანაც? თანაც 6 წლის ვარ. პატარა? პატარა რო ვიყავია. განა ისე ვისა ვარ. სულათებზე ვისწავლი. ჩემს დედიკოს ფიცა ვარ. აბა მე პატარა ქართველი ვარ, მოყევი. კარგად მოყევი. კარგი, მიდი. მე პატარა ქართველი ვარ, კაკასის თებიშვილი. დაკაცრობის ვაგან მეჩენი აქვს სიკვდილი, ქაქათი, იმერეთი, გულია და სამაგრელო. ყველა ჩემი სამშობლოა. საყვარელი საქართველო. განატყვილად. განატყვილად დამაქვეს დედის გულის ვარდი, შენ დედაზე კარგი, ქვევა თავი დადის. აბა, დედი ჩემო. დედი ჩემო საყვარელო, კეთილო და ენაზე, შვენიერო, სანადრელო, გლოცო ყველა ენაზე. დედი ჩემო, ტკბილო, სკვინათელო მზეთანზე, დედოფალო თბილზე თბილო. საამაყო ყველაზე. მიდი, წამოდი ხა. ამას გავუკეთებ ინგალატორს და მო. ეხა ადას დაემართა ეს პირველი, მაგრამ ნახეთ ეხა რა შეა საქმე. ადას კი დაემართა პირველი, მაგრამ გეგას გაუთურდა. ადას სიცხე არ ქონია, ჯერჯერობით არ აქვს და სხვათა შორის აღებინა წუხელ. მოკლედ, მე ვიყურებ ხოლმე ჩინელების მეთოდს, თუ კორეელები არიან, არ ვიცი. აი ესეთი ხელით, რომ უტყან როცა ახველებს. ხო აქ რაღაც ვაკუუმივით თუ რაღაც აი ესე რომ დაარტყამს სწორს. ის თურმე ამოხელებას უწყობს ხელს და ან ადას აი ესე შველის გულმკერდის დაზერვა. თუ ახველებს ხოლმე და 1, 5, 10 ხო დედიკო. თოვლია გალაქსი. თოვლი არაა დედა ის. თუ ესე დაუჯდები და დავზერ ხო? ადას შველის ეგ და აი ესეც დარტყმები უკან, რა თქმა უნდა, ნელი ძლიერია შეიძლება. ყოველჯერზე რამდენი ვუკეთებ ხოლმე აღებინებს. წუხელაც ამოაღებინა დღეს თეთრეული გამოვცვალე ისევ, იმიტომ რომ აი ამ თეთრეულს მე მგონი მხოლოდ რეცხვა აფუჭებს ან გლეჯს ან რაღაცა არ ვიცი, მოკლედ. იმიტომ რომ მე კვირაში თეთრეულს ასე გაცებულები რომ ვარ და ალბათ 1-5 ჯერ მაიცვლი მეტი თუ არა. თან ეხლა მძინარე ბავშვი რო აღებინებს რაიმე. სამივე შვილებს გეფიცებით გუშინ გამოვცვალე თეთრეულები მე. გავრეცხე აქ მიკიდია შიგნით, იმიტომ რომ გარეთ წვიმდა და აგერ ის თეთრი გულებიანი რომ მქონდა გადაკრული.
ხო და ხო და მოკლედ აღებინა პირდაპირ ლოგინზე არ დამეხსნა დავხსენი ისე მინდოდა გატანა მაგრამ თან ღრუბლავს თან რაღაცა და მოკლედ ცოტა რამის გამო არ მინდა გატანა თუ გავიტან მინდა რომ ძალიან კაი ის იყოს ზიანი ამინდი და ეგრე გავიტან თემაინც შედეგი რო ექნება ჩემს წვალებას წვალება ქვია იმას ძლივს გამაქვს და შემომაქვს გატანა იმდენად არ მიჭირს შემოტანა რომ მიჭირს ამ ლეიბების გეგა ცოტა ჩაუწიე და ეკთხო ხა ამათ თითქმის ორჯერ ვაჭამე კი ერთი წახემსებასავით იყო მაგრამ კოდი რომ მოვაუცებ წავა ბაღში რომ მივიტანო ის საკუთი არ ვიცი როგორ წავალთ ჩვენ გვინდოდა წასვლა ვითომ 7-ში მაგრამ როგორ წავალთ არ ვიცი იმიტომ რომ ესე არიან ეს ბავშვები თან ეხა გოდემაც ეგრე რომ მითხრა მიჩვენია გოდეს ეხლავე დაემართოს და მორჩეს კონცერტამდე ვიდრე იმ დროს მონაწილეს იმიტომ რომ არაფრით არ წამაყვანილებს სიცხიან ბავშვს გამოსვლაზე და აგერ ნიტა რო არის კიდე ერთი ბავშვი ბიჭი იყო კონცერტზე სიცხის დამწევი წამლით და გამოდიოდნენ იმიტომ რომ სირცხვილია უკვე რო ჩაწერილი ხარ შენ რომ დააკლდები იქ რაღაც იცვლება მაშინ და ირევიან და ეს არ შეიძლება პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა ექვე ახლოს ქალაქშია და ასე რომ ჩავიდებ ჩანთაშიც მაგალითად სიცხის დამწევს და ყველაფერს მაგრამ მაშინია მაინც მაშინ მხას არ უნდა უთხრა კი ერთხელ მეც წავიყვანე მხაზე რო არ მეთქვია ეს სასწრაფო ვის მოუყვანეს ნეტა აქ არის ჩვენს იმას სადარბაზოსთან ქვემოთ ღმერთო ყველას მიეცი ჯანმრთელობა ამის ფასი არაფერი არ არის ასეთ დროს თუ ესე ვარ აი უხასიათოდ რაღაცნაირად ცუდად გინდა ძალა რო არ მაქვს მაინც მიყვარს სიარული ფეხით ზეიმო სად არის თო მარტო არ მიყვარს სიარული რატომ მიზეზებს ვერ ხსნი კი არა ჩემს თავში ამოხსნილი მაქვს ოღონდ სხვას რომ მოუყვე დაუჯერებელი რო იქნება ამიტომაც არ ვიყავი ხოლმე მაგრამ ჩემს თავში ამოხსნილი მაქვს არ მიყვარს საერთოდ მარტო სიარული მე ვინმე უნდა მახდეს ბავშვანაც არ მიყვარს იმდენად დიდი ადამიანი უნდა მახდეს ვინმე ჩემიანი
ესეთი ამბები. წავედი ახლა მე. That's Rooney. მივხედე საქმეებს თორე. აჰა, მოვაგოდე უკვე. 5 წუთში აქ იქნება, ისიც არ უნდა მე მგონი. წავედი ძვირფასებად დაგემშვიდობებით. ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. მოვიდი ცოტა ხნიანი ვიდეოთი, მაგრამ არა უშავს. მე ვნახოთ იქნებ რამე მოვახერხ. ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ.